დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით. დღეს განხილვაში გვეყოლება ჩინელი ვირიშვილი CF Moto NK800. მოკეთ დღეს ძალიან საინტერესო მოტოციკლეტი ყავს განხილვაში. როგორც უკვე აღვნიშნე, CF Motos NK800 ყავს 2024 წლიანი და მინდა ვთქვა, რომ ეს მოტოციკლეტი არის ჩემთვის აღმოჩენა. ჯერ უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია. ანუ ვინც არ იცით ზოგადად ეს NK800 მოდის KTM-ის 790-დან, ფაქტიურად KTM 790-ია დაკოპირებული, ესე რომ ვთქვათ, და ჩემი აზრით კარგათაცაა დაკოპირებული და გაუმჯობესებულიც არის, იმიტომ რომ შეხედავ, აი იმენა ლამაზია რა. ნუ ეს ცხვირი კი აქ ცოტა გაბრაზებული მწვანე ბუზივით, მაგრამ მე ძალიან მომწონს. ძალიან ესეთი თანამედროვეთ და რაღაც ინაპლანეტიდანურად გამოიყურება, მოკლედ. მოდი უცებ რომ შევეხოთ სპეციფიკაციებს. გვაქვს 100 ცხენის ძალა და 91 ნიუტონი და შრალი წონა არის 186 კილოგრამი. რაც მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად იგრძნობა ეს მონაცემები, როდესაც ამ მოტოციკლზე ვждებით და დავდივართ. ნუ პირველ რიგში რითაც ვიწყებ ხოლმე ტორმუზები გვაქვს ჯიჯუანის, არის ესპანური ბრენდი და საკმაოდ კარგი ბრენდია. ზოგადად ტორმუზები როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, მაგას რო გავივლით, მოდი მე გეტყვით რა მომწონს და რა არ მომწონს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოტოციკლეთის ეს ტრაკის ნაწილი მომწონს მე ძალიან, იმიტომ რომ აი რო უყურებ, მე ძალიან მიზიდავს ხა ამის უკანალი, აი მართლა ძალიან ლამაზია, ეს სალცაკერო აქვს და კაი ისეთი გემრიელი გადასვლა აქვს, თან უკრინან რაღაც ისეთი ფორმა აქვს, რომ ეს კარგად რო შეხედოთ, აი ესეთი ისე გამოიყურება. ეს ჩვენი NK800 არის Advance მოდელი და ეხა გეტყვით რა განსხვავება არის ზოგადად Advance-სა და სტანდარტულ შორის. მოგეთ Advance-ში ხდება კრუიზ კონტროლი, ხდება აი ეს დიდი, ესე ვიტყოდი, ტაფა, ანუ მართლა ტაფა, აი რაღაც iPad-ი რო მიატყეპო, მოგეთ აი ზუსტად ეგეთი პონტი აქვს. გვაქვს ასევე ქარხნულად დემპერი და ასევე გვაქვს quick-shifter-ი, როგორც მაღლა, ისე დაბლა. ეს არის ის განმასხვავებელი მომენტები, რაც განასხვავებს Advance სტანდარტულისგან. ანუ ეს ყველა ჩამოთვლისაგან რაც ჩამოთვალე, სტანდარტულ ვერსიაში არ გვხდება. და ასევე მინდა აქვე დავამატო, რომ ეს კონკრეტული მოტოციკლეტი იყიდება, არის ჯერ კიდევ გარანტიაზე და არის ძალიან ისეთი მოვლილი და, ნუ, სვეჟი, რასაც უყურებ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ესე პრეტენზია არაფერი არ მაქვს. აქვს სულ რაღაც 4700-4800 კილომეტრი გარბენი და იყიდება $6,000. ნუ მე პატრონემ როგორც მითხრა, ნუ ცოტას კიდე დააკლებს სავარაუდოდ, ნუ ეს უკვე მოლაპარაკების ამბავია. მოგეთ მე პატრონის მონაცემებს დავტოვებ აღწერაში აუცილებლად. ნუ კი CF Moto ჩინური ბრენდია, მაგრამ ნუ ფაქტიურად KTM-ის DNM იდევს მოკლედ შიგნით და ეს ეთყობა კიდევაც, იმიტომ რომ აი დაჟე რო შეეხო, ანუ იმდენად, აი როგორ თქვა, ხარისხიანად არის ყველაფერი გაკეთებული და გიტოვებს პრემიალურობის შეგრძნებას, რომ უბრალოდ არ ვიცი რა, ძალიან ბევრს გადაურბინეს უკვე და ძალიან ბევრი იაპონურ ბრენდს შემიძლია შევადარო, აი თუნდაც აწყობის ხარისხით, აი რა ვიცი, ძალიან ბევრი იაპონურ მოტოციკლთან შედარებით, ბევრად უფრო ესე ხარისხიანად და გემრიელად არის აწყობილი ეს მოტოციკლეტი. ანუ რეალურად აი რო ეხები ყველაფერი ძალიან ისეთია, ხარისხიანი, ძალიან არაფერი ჭრაჭუნავს, არაფერი ლაყლაყებს და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც ამ მოტოციკლეტზე არ გვაქვს არის traction control, რაც ჩემთვის ცოტა უცნაური არის, იმიტომ რომ რეალურად ამდენი რაღაცა გვაქვს. ელექტრონიკით არის გადატენილი და მოტოს არ აქვს traction-ი რა, ანუ აი ეს ცოტა უცნაური არის ჩემთვის და ამაზე შემდეგ უკვე ვისაუბრებ კიდევაც, რატომ ფიქრობ, რომ ეს მოტოციკლეტი ნუ დამწყებებისთვის მაინც ცოტა საშიში მოტო არის. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ მოტოციკლეტი საკმაოდ დაბალია, ძალიან კომფორტული და ძალიან ესეთი კარგი ჯდომა აქვს და მინდა გითხრათ, რომ შედარებით დაბალი რაიდერისთვის ეს მოტოციკლეტი ალბათ რავი, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მოტო იქნება, იმიტომ რომ აი რავი, როგორც ხედავთ, ძალიან ისე კომფორტულად და გემრიელად ვზივარ. მინდა აღვნიშნო, რომ მოტოციკლეტს თავის ქარხნულ გამშვებზეც კი იმდენად სასიამოვნო ხმა აქვს, რომ მე პირადად ძალიან მომეწონა, აი მოდი მოგასმენინებთ კიდევაც. ნაუ მე პირადად ამის ხმა ძალიან მომწონს. ახლა კი ძალიან რო აღარ დაგღალოთ და ძალიან ბევრი რო არ ვიბაზროთ. მე მგონი ჯობია უკვე გადავაჟდეთ მოტოციკლეტს და დანარჩენი უკვე გავტესტოთ გზაში და ვისაუბროთ უფრო სიღრმისეულად რა შეუძლია მოტოციკლეტს, რა კონკრეტულ მოტოციკლეტებს შეიძლება რომ გაუწიოს კონკურენცია და ასე შემდეგ. წავედით.
გადმოვინაცვეთ მოტოციკლებზე. დღეს რა თქმა უნდა ქარიანი დღე გვაქვს. ქარის გარეშე ხო არ შეიძლება. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ თელს ძალიან მოკლე ზაფხული გვექნება რა. აი ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოკლედ ამ ზაფხულს ვერ შევიდგებთ, ეს ზაფხული ისე გავა ვერც მივხვდებით. მოტო არის ძალიან ჩუსტი. და ეს ქარი რო არ ვიშლიდეს ხელს, აუ რა კაი იქნებოდა ბიჭო. მაგათ მინდა აღვნიშნო პირველი, აი ეგრევე მინდა ვთქვა, რომ quick shifter-ი იმდენად გემრიელად უმუშავებს, რომ აი რავი რა, ანუ ხლად ტრიუმფივით კარაკი quick shifter-ი ვერ აქვს, მაგრამ აი სხვა დანარჩენ მოტოებზე რავი, რაზეც გივრცელდება და quick shifter-ი მიტარებია მოტოციკლეტები, ავი ალბათ ძალიან ბევრ ჯობია მართლა, არ ველოდებოდი ნამდვილად. ზემოთაც და ქვემოთაც ისე კარგად მუშაობს. ნუ აი ცოტა უხეში არის დაბალაბაროთ, ეს აი ძალიან ოდნავ რა, აი ოდნავ იქბინება. იმდენად ეხა რო თქვა რომ მე გაწუხებს თქო ძალიან არა, მაგრამ მოკლედ ესე იგი მე ხო სულ ამ საცობების პერიოდში მიყვარს ტესტ დრაივების კეთება რა. მოდეს მე შევძრებ ისე რომ დილის 6 საათზე გავიღვიძო და წავიდე გადასაღება, მაგრამ არა უშავს ქალაქის პირობებშიც ნახოთ ჩვენი სტრიტუხა. მაგარი აი ზომის რული აქვს სხვათა შორის და სარკეების ფორმა და ადგილიც ისეთი აქვს, რომ შეერნაირი პრობლემა არ აქვს. დიხას არ გადავსდით, არ დაგვაჯარიმო, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს რაღაცა მაგარი გაგიჟებულები არიან, ამ სტეიქხას, სტოპხას რო გადასდები, მოდიან და გაჯარიმებენ. ეგ ამბავი ძალიან არ მომწონს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოტოციკლეტი ნელი ნამდვილად არ არის. როგორც უკვე აღვნიშნე, დასაწყისში ტრექშენი არ გვაქვს ამ მოტოციკლეტზე და ხლად დამწყებების მოტოციკლეტი არ არის მოკლედ, იმიტომ რომ ტრაქს მაგრა აქანავებს, ცოტა ზედმეტი გაზი თუ მოგივიდა სპორტ რეჟიმში. აი quick shifter-ი მუშაობს, აი რავი იმენა კამფეტ. აი ტრიუმფის მერე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო quick shifter-ია, რაზეც კი მჯდაროა. ახლა პახოთ ბენზინი ჩავაცხად. მაგრამ ბენზინის მოხმარება ამ მოტოს დაახლოებით 7-8 ლიტრა აქვს სპორტ რეჟიმში თუ ივლი, შე აგრესიულად. რავი ალბათ დამეთახმებით რომ ბევრი სულაც არ არის. მე პატრონემ კი მითხრა რომ ბევრიაო, მაგრამ რავი მე ისე ვარ მიჩეული 15 litrებს და 18 litrებს რომ ჩემთვის ხარ 8 ლიტრა იმენა პრიუსია. მანევში ძალიან სასიამოვნო არის მართლა. ცოტა თორკი დამაყდა დაბლებში. აი KTM ზოგადად როგორც შევია ხოლმე დაბლებში რომ ესეთი კაი გემრიელი თორკი აქვს, ეგეთი თორკი ვერ აქვს. შუა აბაროტებზე ეხსნება. არა ეწევა რა, საკაიფოდ ეწევა. ნუ ახლა იგივე კომპლექტაცია მაგალითად რო იყიდო ამის კონკურენტების, ან რავი, დაახლოებით 2-ჯერ უფრო ძვირი უნდა დაგიждდეს რა, ხო და ნუ ზოგადად ახლა ეს 790 KTM-ის ბაზიდან არის აღებული. ახლა მე ექსპერტობაზე თავს არ დავდებ ამის ძრავი რამდენად რესურსიანია და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ 790 ნუ ძველი ძრავები საკმაოდ პრობლემურები იყო და მალე ცვდებოდა და ძალიან მალე გიწევდა ძრავის დასერვისება რა. ანუ ფორუმებზე როგორც გადავიკითხე მოვიძიე ინფორმაცია და ასე შემდეგ. თუ ამ მოტოციკლს, აი ამ კონკრეტულ მოდელს, ამ ახლებს უკვე მოული ძრავის თავის დროზე გამოული და პლუს ისე არ გამოუც როგორც მანუალში უწერია, მანუალში 10000 კილომეტრი უწერია, რაც რეალურად ძალიან ბევრია და ყველა სერვისს მოკლედ თავის დროზე ჩაუტარებ, უპრობლემო მოტოა რა, 30-40000 კილომეტრებს ისე გადიან, საერთოდ არაფერი არ აწუხებს მოტოს მოკლედ. მაგრამ მინდა დავაკონკრეტო რომ ნუ ეს ის მოტო არ არის, რომ აი ბენზინი ჩაასხი და წადი ტიპიც არ არის რა, ანუ მოვლა საჭიროებს. თან თლად ახლა იაპოშკა არ არის მოკლედ რა. ტორმუზები კი გვაქვს, ესე კარგი და 2 სამუხრუჭე დისკიც გვაქვს წინ, მაგრამ მე მაინც რაღაცა თითქოს არ მყოფნის რა, აი არ ვიცი. ცოტა უნდობლობის შეგრძნება მაინც მაქვს. აი როვა ტორმუზებ რაღაცა ისეთი ეფექტური ვერ არის, როგორც უნდა იყოს რა. მაგრამ ნუ ახლა ვაპატიოთ, ანუ სავსებით ყოფნის, მაგრამ აი
ზედმეტად აგრესიულად სიარულისთვის ცოტა მაკლია რა, უბრალოდ ოდნავ რა, აი რაღაცა აი Brembo-ს M50-ს რო შევადარო, ალბათ რა ერთი 30% აკლია რა, ესე ვიტყოდი რა. ბენზინით ჩავტენეთ, იასნია სუპერი. ეხლა მე პატრონის ცეპლენია ძალიან შორს აქვს. ანუ ძალიან თავში იჭერს რა, ფაქტობრივად უკვე გაშვებული რო გაქვს, მაშინ იმაშება რა ქვია. თიშავს და ცოტა არ მომწონს. წეგან პრემიუმი ეს ხა. ეხლა სუპერზე უკვე იგრძნობა. გამოცოცხლდა. მოგეთ მანევრი ძალიან კაია, მართლა. ძალიან ჩუსტია. და ბევრ რამეს და ვინმეს წამაიცმევთ ძმებო, მინდა გითხრათ. ბიჭო რა ქარია ჩი. აი ესეთ პირობებში როგორ უნდა გატესტო ადამიანმა მოტოწესიათ ქარი მიბერავს ისე რომ აი რავი რა დაჟე თავი ძლივს მიჭირავს მაგის დედავატირე რა დავიღალე რა აუ დაჟე ქარხნულ მაყურჭეც კი რა საკაიფო ხმა აქვს ბიჭო ისეთია რა არ შეგაწყვეტ რაღაცა crossplane-ის ხმას თითქოს წააგავსო რა ხა იასნია crossplane-ამდე ბევრი უკლია მაგრამ რაღაცით კაროჩე ცდილობს რომ მიმსგავსებული იყოს რა მაგრამ ბორდა ვერ აგიხსნით quick shifter-ი რამდენად კარგად მუშაობს დაკიდება ძალიან კარგი აქვს ძალიან ისეთია ანუ რეალურად ანუ სპორტულად არის ხა დარეგულირებული ან სპორტული სიარულისთვის და აგრესიული სიარულისთვის არის დახისტებული რა მაგრამ მაინც ძალიან საკაიფო ტრბილია რა აი მაგალითად რო ავიღოთ KTM-ის 990 რომელიც გავტესტე თუ არ გაქვთ ეგ ვიდეო ნანახი მე შეგიძლიათ ამ ვიდეოს შემდეგ აუცილებლად ამოხდება ეგ ვიდეო და შეგიძლიათ მაგასაც უყუროთ ან 690 ბევრად უფრო ხისტი იყო რა ბევრად უფრო ისეთი იყო გრუბი ეს იმენა კომფორტულია და ეს რო კიდე დაარბილოფო ვაფშე საკაიფო იქნება არ ვიცი ხა ჩემი მიკროფონები ხმას როგორ იწეს და მეორე მიკროფონით რომელსაც ხმას ვიწერ იმაში იქნება თუ არა ეგ ხმა მაგრამ ამიჯერეთ მაგარი საკაიფო ხმა აი ამ ქარხნულ მაყურჭეც კი ესეთია რა არც შეგაწუხებს და სასიამოვნო ხმაც აქვს რა აია KTM-ის დუხი იგრძნობა KTM-ის სისხლი ჩქეფს აშკარად. არა ბიჭო იდგამს ეხა ვერ იტყვი რომ ვერ იდგამს და ვიღაცებმა მითხეს რომ ვერ დადისო და ეგა ვერ იტყვი ხარ რომ ვერ დადის შვენივრად დადის ცოტა ჯანი შეიძლება ხა ჩემთვის აკლია მაგრამ მოკლედ ერთი სეზონი თუ გაქვს ნასიარულები რაღაცა 250-იანით და მე რაღაცა რავი 1-3-4 თვე 650-იანი რამე 2 ცილინდრიანით და რავი მსგავსი მოტოთი აი ძალიან თავისუფლად შეგიძლია მე ამ მოტოზე დაждე და მაგრად ისიამოვნებ და კაი ხანი გაკაიფებს ეხა მე მაგალითად მე ძალიან ვერთობი ეხა ამ მოტოთი აი ჩემთვის ცოტა დაბლებში თორქი აკლია ცოტა ისიც რა ანუ არ ვიძახი რომ ძალიან ანუ იმენა ცოტა მაგრამ შუიდან კარგად მოაქვს მოკლედ ეხა რო დავიწყოთ რა არ მომწონს ნუ პირველ რიგში აი ეს რაღაცა ინაპლანეტიანების დეშბორდი ნუ ჩემი ვაფშე არ არის ჩემ გემოვნებას თავზე არავის არ უახლოვ და არ ვიძახი რომ ამ მოტოსი ეგ მინუსია ეს უბრალოდ ჩემთვის არის რაღაც მომენტში მინუსი იმიტომ რომ ეხა ამის ყურება მე ვაფშე არ მიგამისწორდებოდა ეხა რა და არ მისწორდება მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცა თავისი რავი CarPlay-ი და ნავიგაციები და ChatGPT-ები და მუსიკები აკონტროლე იქიდან და ზარებს უპასუხე და რაღაცა და თაჩი და რაღაცა ხელები ატყაპუნე აქვს მოკლედ მაგ-მოჩი ძალიან კაია მაგრამ ნუ მე მაინც აი რავი მოტოა რა აი მოტოზე ეგეთი რაღაცები არ გჭირდება მოტო და ბჭო იგაზაო ტრაქში გამოისვა და დაადუღო ყველაფერი ეს რაღაცა ძალიან ზედმეტად თანამედროვე და ტექნოლოგიური რაღაცები მე არ მევასება მოკლედ რა კი ბაზარია ძალიან ბევრი ხა თუნდაც ნავიგაცია რო გაქვს და Maps რო შეგიძლია უყურო ეგ ძალიან დიდი ბენეფიტი არის მართლა
მაგრამ მე მაგის მაგალითად მაგ ტელეფონი და თუ რაღაცა ტელეფონის სამაგრი ეგრევე წკაპა და უყურე რა. რავი, ანუ მოგეთ ხო რა, ეკრანი მე არ მომწონს. ტორმუზები ოკეია, არ ვიძახი რომ ცუდია, მაგრამ უკეთეს ვისურვებდი რა. აი რაღაცა თითქოს რაღაცა არ მყოფნის რა. რა შვები შენ კიდე ხა ჩამოყალიბდი რა შვები სად მიდიხარ. ნუ პირველ რიგში რო ავიღოთ რა ვიხარ მე მაგალითად ამის ვიზუალი ძალიან მომწონს მართლა რა. ანუ ხა KTM-თან შედარებით ბევრად უკვე დახვეწილი არის აი ეს ტრაკის ნაწილიც რა. აი ეს ნაწილი იმენა ძალიან მომწონს რა, იმენა ძალიან ლამაზია. და პლუს რავი, აი ეს მაგალითად ეს ფარიც, არ ვიცი ხო ვიდეოში ამდენად შეს მე სურათებში და ვიდეოში დიდად არ მომწონდა. ცოტა გაბრაზებულ მწვანე ბუს გავს, მაგრამ აი ლაივში მოკეთ ისეთია რა, ძალიან თანამედროვე და ინაპლანეტიანურ რაღაცა იმას ვაიბს ტოვებს და მოგეთ კაროში კაი ტიპია რა. ისეთი ეფექტური მოტოა მოგეთ რო გაჩერდები, უეჭველი ვიღაც შემოხედავს, გეტყვის რა დესკი მოტოა და ასე შემდეგ რა. და რავი, ჩემი აზრით თავის საფასო კატეგორიაში რაც ღირს, იმდენად ბევრ იმას გაძლევს, რა ქვია, ბენეფიტს გაძლევს. ნუ რავი რა, ანუ სერიოზულ კონკურენციას უწევს რა. ეხლა კი შეიძლება, ეხლა Yamaha არ არის და BMW არ არის და Ducati არ არის და რაღაცა ხო ხდები, ანუ იმენა რაც სერიოზული ბრენდი არ არის, მაგრამ ანუ ისეთ ფასში გაძლევს იმდენ რაღაცას, რომ უბრალოდ ძალიან მაცდური შემოთავაზება მოკლედ რა. მე არ ვიცი ხა ამ კონკრეტულ მოტოციკლს მე პატრონე ყიდის 6-ში და ნუ ალბათ ფასსაც ცოტას დააკლებს. თან ეს მოტო ხა გარანტიაზე არის ჯერ კიდევ და ანუ ფაქტობრივად ახალია რა. აგერ აი კი ხედავთ ოდომეტრი აქვს 4846 კილომეტრი აქვს სუპრაბეგი. აი მე პროსტა არ ვიცი ხა მაგ ფასში რა შეიძლება იყიდო ისეთი რომ აი ამ კომპლექტაციაში ჩაჯდეს ესე რომ ვთქვათ რა. ანუ ამ კომპლექტაციისთვის, რავი, ჩემი აზრით უკონკურენტოა რა თავის ფასში. პროსტა გამორიცხული არის. ამაზე უკეთესი იყიდო რამე რა. ერთადერთი Z900 თუ მოგივა, მაგრამ ნუ აი Z900 არის როგორ იცი, აი იმენა დებილი ტიპია რა. ანუ ჯანი აქვს ბაზარი არა ამასთან შედარებით არ უნდა შეადავრო იმას ბევრად მაგარი ჯანი აქვს, მაგრამ ანუ დაასი არის იმენა ტიპი არის ტუპოი რა, არაფერი არ აქვს ბავშვი რაღაცა, აი ყველაზე ჯიშოვი მოტოა მოკლედ ესე ვიტყოდი რა. ზოგადად Kawasaki არის ყველაზე დაბალ ბიუჯეტურიანი ისეთი ჩიპ მოტოციკლეტი ესე რომ ვთქვათ რა. ანუ Prius-ია მოკლედ Kawasaki ჩემთვის არის Prius-ი, მანქანების სამყაროში რო ავიღოთ, აი ზუსტად ეგრე რა ჩემთვის და ისედაც არ მგონია რომ სხვებისთვის რაღაცა ძალიან ტოპი იყოს რა. საქართველოს ზოგადად Kawasaki კი მაგრა ევასებათ და იმენა სველდებიან Kawasaki-ზე, მაგრამ აუ პროსტა მეტი არიციან არაფერი ასე მგონია, იმიტომ რომ მარტო Kawasaki აქვს გაგებული და всё. Kawasaki ყავს ძმა, აი სასტავი იმენა არ შემილია რა. Kawasaki კი არ არის ეგ ძმებო, ეგ არის Kawasaki. და რა ვიზუალურად მე ძალიან მომწონს მართლა. ესეთია რა. მაგარი cool მოტოა რა ესე ვიზუალურად რო შეხედავ რა. ახლა კი ჩემო მეგობრებო დანარჩენი მინუსებზე და პლუსებზე საუბარი გავაგრძელოთ უკვე რაღა თქმა უნდა ღამის თბილისიდან. ადმოვინაცვლეთ ღამის თბილისში როგორც იქნა კიდევ ერთი აპარატი, რომელსაც ქარხნული მაყუჩი უყენია და შეგვიძლია წყნარად და მშვიდად ვიმოძრავოთ ღამე ქალაქში. მოგეთ ერთი რაც მინდა აღვნიშნო, მოგეთ ამ მოტოციკლზე ნეიტრალის პოვნა ცოტა გამიჭირდა. მინუსები რომ შევაჯამო, მოგეთ ცეპლენი არის ძალიან მძიმე, ჩემ ჰარლის მაგონეს მაგრამ ჩემ ჰარლისაც მაგარი მძიმე აქვს. ანუ ამასაც საკმაოდ მძიმე აქვს. როგორც აღმოჩნდა ზოგადად ნუ ყველას ესეთი აქვს. რაღაცა დამარბილებელის დაყენება შეიძლება რა ისეთის რომ ეგეთი მძიმე აღარ იყოს რა. ანუ ამ კონკრეტულზე ხა ესე სტოკად და ქარხნულად ესეთი მძიმე ცეპლენია გვაქვს, რაც ნუ ნამდვილად დიდ დისკომფორტს ქმნის. აუ რა რბილია, ბიჭო რა რბილია, ანუ იმენაც ვეჭირბილია. წოლიარე პოლიციელებს და ეგეთ რაღაცებს ისე მაგრად ჭამს, რომ აი რავი, აი კოფენელზე გადავიაროთ და ნახოთ კოფენელზე როგორია. მე ეხლა ტყილა არ ვაპარაკობ, ვიზორი აწეული მაქვს და ქარი შემოდის, მაგრამ ესეც ჩემ ხმას არ უნდა ფარავდეს არც ერთ ვარიანტში. აუ არა ხო ხადა მაგარი რბილია. ანუ იმენა საკაიფოდ რბილი არის მართლა. ღამის პირველი საათია. რავი, თითქმის ყველგან პატრული ბიჭები არიან, სადაც არ უნდა გახვიდე. კიდე აი ქარხნული გამშვებით ვართ. სიარულითაც რავი, მაგრა საკაიფოდ დადეს. ეხლა მეც კი მაგრა გამისწორდა რა. აი ქალაქში ამითი იმენა არ დაიღლები რა. თან ეხლა Advance ვერსია არის, კრუიზ კონტროლიც გვაქვს. და რეალურად ეხლა ამას ჩათები რომ ჩამოკიდო და ვინჩილდი დავუყენო წინ. აუ რავი, შორგზაზეც ისე საკაიფოდ გაერთობი და ისე კომფორტულად მოვივლი ყველაფერს, რომ აი რავი, ვიბრაციები ფაქტიურად არა, აი ძალიან სასიამოვნო გიღუტუნებს ძალიან ოდნავ რა.
აი იმენა ცეჩი ძალიან და ასე რავი მანევრში კიდე არის იმენა ჩუსტი რა როგორც ვთქვი და მე პროსტა გაუგნებული ვარ ბიჭო quick-shifter-ი რანაირად მუშაობს ბიჭო ანუ ზემოთაც და ქვემოთაც აი რავი აი ზე იდეალურად მუშაობს რა მაგარი ეფექტური მოტოა რა ეს რო შეხედავ იმენა მაგრა დასწორებს ხო და რა ვიცი აბა მოგეთ თქვენ გადაწყვიტეთ რა როგორ და რანაირად მაგრამ მე რეკომენდაციას გავუწევდი ამ მოტოციკლს ეხლა მე არ ვიცი და ექსპერტობაზე თავს ვერ დავდებ ეს რაღაცა კილომეტრების მერე რა სიზამს მაგრამ ნუ ფორუმებზე რასაც გადავხედე და ზოგადად რაც მოვიძიე რავი არავინ არ ემდურის ესე რო ვთქვათ რა ვერთა მოვლა ჭირდება რა როგორც ყველა სტრიტს ჩვევია იმენა ჭუჭუყვერის მტერი არის კარგად უნდა მოათავსოთ მამაკაცებო თქვენი ავლა დიდება რომ არ მოგეჭყლიტოთ ერთი ადგილი მოგეთ საშუალო ნავიჩოკებისთვის ძალიან კაი მოტოა რა ო როგორ მომენატრა ღამე კატაობა ბიჭო ანუ ღამე სიარულს არაფერი არ ჯობია ოღონდ რამე უნდა ვიაროთ ისეთი მოტოციკლით რომელსაც აი ესეთი ხმა აქვს რა რომ არავინ შევაწუხოთ არავინ გავაღვიძოთ და არავინ არ დაგვაფაროს კარგი ტრაკი მე ხა ჩემი ჰარლეთი ძალიან იშვიათად დავდივარ ნუ ხა სადმე თუ სტუმრად ვიყავი და დამიღამდა და ასე შემდეგ მარტო მაგ შემთხვევაში თორე ესე რომ ღამე ვიგაზაო და რამე აი რავი აი ძალიან ადრე კიდე ხანდახან გაზაობდით ხოლმე და ვადუღებდით ქალაქს მაგრამ მალევე შევეშვით და გადავაგდეთ ეგ ამბავი იმიტომ რომ იმენა არ შეიძლება რა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს მე ვარ სტრიტის კაცი მოკლედ რა ყველა სტრიტი მევასება რა ყველა სტრიტს აქვს თავისი რაღაცა პეწი და მუყამი მაგრამ მინდა ვთქვა რომ დღეიდან CF Motos უყურებ უკვე როგორც ერთ-ერთ სერიოზულ ისეთ საკაიფო ბრენდს რა იმიტომ რომ მართლა გამისწორდა მე რო ვყიდულობდი ხარ ამ სტრიტს მაგალითად ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდი ამასაც აუცილებლად პატრულე ძემე და მე არ მომზდე ხო აი რა შვები რავი მოკლედ NK800-მა გამოსა ჩააბარა მაგარი სასიამოვნო სამართავი არის აი მაგარი მოგეთ ეგ არის და ეგ რა აგერ ჰელმეტარიუმშიც მოვედით მოგეთ კიდევ ერთხელ რომ კარგად შევხედოთ ჩვენ ჯიგარს ავში ძალიან მაგარ ვიძია რა მე მაგრამ მომწონს რომ შევაჯამოთ მე ძალიან გვაყოფილი ვარ რავი კი ნახეთ შესაძლებლობები ნახეთ მინუსებზე და პლუსებზე ვისაუბრეთ დანარჩენი თქვენ გადაწყვეტთ იმედი მაქვს რომ ვიდეო მოგეწონათ გამოუშვით ლაიქები და კომენტარები რა დაგაკლდათ რა არ დაგაკლდათ რა შევცვალოთ და ასე შემდეგ და აბა შევხვდებით შემდეგ შაბათს 10:30-ზე აბა დროებით